ნიტას აინტერესებს რომ თუ ყველას უყვარს ღმერთი, რატო არ არის ყველა ბედნიერი? მაგრამ შენ შეკითხვა როგორ დაიწყე? რომელი სიტყვით? თუ. აი პასუხიც ეგ იქნება. თუ. და უყვარს ყველას ღმერთი? კი. რა გემრიელი გოგო ხარ. შენ ისეთი სუფთა ხარ, რომ ვერ წარმოგიდგენია, რომ ღმერთი ვინმეს არ უყვარდეს, მაგრამ მოდი ახლა ვნახოთ რა არის სიყვარული. და რაში გამოვლინდება ღმერთის სიყვარული. შენ გაქვს რაიმე საყვარელი ნივთი? აი რას გაიხსენებდი, რა გაქვს საყვარელი ნივთი? ყველაზე მეტად რა შეიძლება გიყვარდეს? ან საყვარელი ადამიანი? აი მაგალითად მოდი მე ვიტყვი, დავუშვათ შენ გიყვარს რომელიმე წიგნი ყველაზე მეტად. დავუშვათ რომელიმე წიგნი გიყვარს. შენ სადღაც შორს მიდიხარ და შენ ეს წიგნი მოდი შენ ჩემთან. აი ამ საყვარელ იას ჩააბარე. რა ქვია შენ? მაშო. მაშოს ჩააბარე. და შენ რო დაბრუნდი, ნახე რომ მაშოს შენი წიგნისთვის მოკლედ არაფერი არ მოუკლია, ძალიან გაფრთხილებია, სუფთად აქვს, კარგად აქვს დადებული ერთ ადგილზე ისე რომ არ დაზიანდეს. შენ ხო მიხვდები რომ მაშო რადგან ჩემ წიგნს გაუფრთხილდა, ესე იგი მე ვუყვარ ვარ. ხო მიხვდები. აი მოდი მეორე შემთხვევა. შენ მიხვედი მაშოსთან სახლში, რომელსაც წიგნი ჩააბარე და ნახე რომ შენი წიგნი გადმოგდებულია თაროდან სადღაც ნახევრად გადაშლილი გდია და მტვერი ადევზე და შენ მიხვედი მაშოსთან სახლში და ეკითხები მაშო მე რო წიგნი ჩაგაბარე აბა როგორ არის და რო გითხრას აი მანდ გდია ეხლა სადღაც შენ რას იფიქრებ მაშოზე ეთყობა არ უყვარვარო ხო იცი რატო ვამბობ თუ ჩვენ ღმერთი გვიყვარს ღმერთისთვის ყველაზე საყვარელი არსება იცი ვინ არის ადამიანი ღმერთის სიყვარული ვლინდება იმაში, რომ ადამიანები უნდა გვიყვარდეს და შენ როგორ ფიქრობ, ყველა ადამიანი უყვარს? კი. ზოგს სიყვარული რა არის? მარტო ის კი არა, მე შენ მიყვარხარ და ლამაზი სიტყვები უთხრა. საქმით. ყველას აპატიებს. ადამიანი რო აპატიებს მეორე ადამიანს, ეგ არის სიყვარული. ადამიანი რო გზას დაუთმობს, ეგ არის სიყვარული. ადამიანი რო მიეხმარება, ეგ არის სიყვარული, გესმით? ჩვენ თუ გვინდა რომ ღმერთი გვიყვარდეს, შეუძლებელია ადამიანის სიყვარულის გარეშე ღვთის სიყვარული. ამიტომ გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და ამით გაუფრთხილდებით ღვთის საყვარელ ქმნილებას, ადამიანს, რომლისთვისაც მთელი სამყარო შეიქმნა. აბა ეხლა უბრალოდ თქვენ დააკვირდით აი ამ ოთახში ნებისმიერი ნივთი, რაც არის, ვისთვის არის? თქვენთვის არის. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ, რომ აი ამ სააქტო დარბაზში, რომ დაგეგმილი იყოს, რომ არასოდეს არც ერთი ადამიანი არ უნდა შემოვიდეს. რა აზრი ექნებოდა ამ დაფის აქ არსებობას? ხო არ ექნებოდა აზრი. ან ამ განათებას, ან ამ კამერებს თუ აი ამ ნებისმიერ ნივთს რა აზრი ექნებოდა რომ აქ ყოფილიყო თუ აქ ადამიანი არასოდეს არ უნდა შემოსულიყო. იცი რატო ამბობ? ყველაფერი რაც შექმნა ღმერთმა, მხოლოდ ადამიანისთვის შექმნა, იმიტომ რომ ადამიანია მისთვის ყველაზე ძვირფასი არსება. გაუფრთხილდეთ ადამიანებს და მაგით დავამტკიცებთ რომ ღმერთი გვიყვარს და თუ მართლა ამას შევძლებთ, მაშინ იქნება ადამიანი ბედნიერი. გესმის? ო ნახე რა ვთქვი, თუ ამას გავაკეთებთ. თუ არ გავაკეთებთ, მაშინ არჩევანი ჩვენზე. გაცოცულთ.